Am ვიდეოში შენისწავლი MMA-ის ყველანაირ ფინიშს, ნოკაუტი, საბმიშენი, ტექნიკური ნოკაუტი, დისკვალიფიკაცია და ასე შემდეგ. 2025 წლის 7 დეკემბერს მერაბ დვალიშვილი დამარცხდა. 2025 წლის 14 დეკემბერს კი გიგა ქიქი. Am ვიდეოს დასაწყისში მინდა ჩემს ორ საყვარელ მებრძოლს წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადაუხადო იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენთანაც მოვა გაზაფხული. მაშასე, დავიწყოთ. MMA-ის ფინიშების წესები და მათი ნიუანსები. შერეული ორთაბრძოლების, ანუ MMA-ის სირთულე და მომხიბვლელობა არამხოლოდ გამოყენებული ტექნიკის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს, არამედ იმაშიც, თუ რამდენად დეტალურადაა რეგულირებული ბრძოლების შედეგები. UFC-ის, როგორც ამ სპორტის უმსხვილესი ორგანიზაციის ბრძოლის შედეგები, განისაზღვრება MMA-ის გაერთიანებული წესებით, Unified Rules. ეს წესები ემსახურება ორ მთავარ მიზანს: სპორტული სამართლიანობის უზრუნველყოფას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მებრძოლის უსაფრთხოების დაცვას. სწორედ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამოა, რომ ბრძოლის შეწყვეტის საშუალებები ამდენად დეტალური და მრავალფეროვანია. ისტორიულად MMA ხშირად არასწორად მოიხსენიებოდა, როგორც ბრძოლა წესების გარეშე, ან ბოიბის правил. თუმცა თანამედროვე MMA, რომელიც მოიცავს კრივს, კიკბოქსინგს, ჭიდაობას, ჯიუ-ჯიტსუს და მუაი-თაის, მკაცრად რეგულირდება. გაერთიანებული წესები განსაზღვრავს 10-ზე მეტ სხვადასხვა გზას, რითიც დაპირისპირება შეიძლება დასრულდეს. მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, ყველა ფინიში სამ ძირითად კატეგორიაში ჯდება: ნოკაუტი, ტექნიკური ნოკაუტი და დანებება. ამ კატეგორიების ზუსტად გაგება, განსაკუთრებით TKO-ს, ქართველი UFC-ის ფანებისთვის აუცილებელია, რათა სპორტი უფრო სიღრმისეულად აღვიქვათ. დარტყმებით მოპოვებული გამარჯვებები, KO და TKO. ბრძოლაში ჩარევით და დარტყმებით მოპოვებული გამარჯვებები ორთაბრძოლების ყველაზე დრამატული და სანახაობრივი დასასრულებია. წესები ანსხოვებს აბსოლუტურ ნოკაუტს, ანუ KO-ს და ტექნიკურ ნოკაუტს, ანუ TKO-ს, რაც უზრუნველყოფს მებრძოლთა უსაფრთხოებას. აბსოლუტური ნოკაუტი, KO, ანუ გათიშვა. ნოკაუტი, ანუ KO, წარმოადგენს გამარჯვებას, როდესაც მებრძოლი დარტყმის ან დარტყმების შედეგად კარგავს ცნობიერებას და ვეღარ ახერხებს ბრძოლის გაგრძელებას. ოფიციალური რეგულაციების მიხედვით KO-ს დროს მსაჯი აჩერებს ბრძოლას, რადგან დაზარალებულ მებრძოლს არ შეუძლია გონივრულად დაიცვას თავი დარტყმებისგან. KO-ს დაფიქსირება ნიშნავს, რომ შეჩერება მოხდა სწორედ ამ დარტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია ცნობიერების დაკარგვა ან სრული დეზორიენტაცია. ტექნიკური ნოკაუტი. ტექნიკური ნოკაუტი, TKO, გაცილებით ფართო კატეგორიაა და ფაქტობრივად წარმოადგენს უსაფრთხოების ქოლგას, რომელიც აერთიანებს ყველა სახის შეჩერებას, სადაც მსაჯი, ექიმი ან კუთხე იღებს გადაწყვეტილებას ბრძოლის დასასრულის შესახებ, იქამდე, სანამ მებრძოლი თავად დაკარგავს გონებას. ეს არის ყველაზე ხშირი ფინიშის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბრძოლა არ გაგრძელდეს არასაჭიროდ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მებრძოლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ან ვერ ახერხებს თავის ეფექტურად დაცვას. TKO-ს მრავალფუნქციურობა ნიშნავს, რომ უსაფრთხოების პასუხისმგებლობა გადანაწილებულია. თუ მსაჯმა ვერ შეძლო სიტუაციის დროული შეფასება, ექიმს ან კუთხეს მებრძოლის დასაცავად შეუძლიათ ჩაერიონ ბრძოლაში. TKO-ს ქვეტიპები. გაერთიანებული წესები ტექნიკური ნოკაუტის 4 ძირითად გზას აღწერს, რომლებიც შეჩერების მიზეზით განსხვავდება. მსაჯის მიერ შეჩერება დარტყმების ან თავის დაცვის უუნარობის გამო, რომელსაც ინგლისურად რეფერის სტოპიჯი ეწოდება. ეს არის TKO-ს ყველაზე გავრცელებული ფორმა. იგი ხდება მაშინ, როდესაც მსაჯი ხედავს, რომ მებრძოლი მიუხედავად იმისა, რომ გონზია, იღებს უპასუხო დარტყმებს. ხშირად ეს ხდება პარტერში, ground and pound-ის დროს, როდესაც მებრძოლი დაუცველია და არ შეუძლია გონივრულად დაიცვას თავი. მსაჯი აჩერებს ბრძოლას, მებრძოლის სერიოზული ზიანის თავიდან ასაცილებლად. სამედიცინო შეჩერება, doctor stoppage. სამედიცინო შეჩერება ხდება, როდესაც ექიმი ერევა და აჩერებს ბრძოლას მებრძოლის ჯანმრთელობის რისკის გამო. ამის გამომწვევი მიზეზებია: მძიმე ჭრილობა, ჭრილობა, რომელიც სისხლდენას იწვევს და საფრთხეს უქმნის მებრძოლის მხედველობას ან უსაფრთხოებას, რის გამოც ექიმი მიიჩნევს, რომ გაგრძელება სახიფათოა. სხვა ტრავმა, ნებისმიერი სამედიცინო მიზეზი, მათ შორის იშვიათი სამედიცინო გარემოებები, მაგალითად სხეულის ფუნქციის კონტროლის დაკარგვა, ამოგდებული მხარი, მოტეხილი თითი და ასე შემდეგ. კუთხის შეჩერება. კუთხის შეჩერება, რომელიც ხშირად განიხილება როგორც თეთრი დროშა, თუმცა ეს არ არის ოფიციალური ტერმინი UFC-ში. იგი ამ ქმედების სიმბოლური გამოხატულებაა. ეს არის მწვრთნელის ან გუნდის გადაწყვეტილება ბრძოლის დასრულების შესახებ. ეს ხდება მაშინ, როდესაც კუთხე მიიჩნევს, რომ მათ მებრძოლს არ შეუძლია გააგრძელოს შეჯიბრი. ეს შედეგი აღირიცხება როგორც TKO, კუთხის შეჩერება. მსგავსი შემთხვევაა, როდესაც მებრძოლი გონგის ხმაზე არ გამოცხადდა მომდევნო რაუნდის დასაწყისში. Did not answer the bell. ეს ნიშნავს, რომ მებრძოლმა ან მისმა კუთხემ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე დასვენების პერიოდში და ეს შედეგიც TKO-д ფიქსირდება. Guys, stop it. Stop it. We got this. Okay, breathe. Okay, catch your breath. We're gonna beat this guy. We got this. One good order right here.
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი MMA-ში არის ის თუ როგორ უნდა აღირიცხოს მებრძოლის დანებება, ანუ თაფაუთი, იმის გამო, რომ მას მძიმე დარტყმებს აყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლი ფიზიკურად ნებდება, UFC-ს და გაერთიანებული წესების მიხედვით ეს ოფიციალურად ითვლება ტექნიკურ ნოკაუტად. ეს კლასიფიკაცია ეფუძნება ლოგიკას, რომ ნოკაუტის კატეგორია პრიორიტეტს ანიჭებს შეჩერების ინსტრუმენტს და არა მებრძოლის აქტს. როგორც წამყვანი მსაჯები განმარტავენ, თუ შეჩერება გამოწვეულია დარტყმებით, რისგან თავის დასაღწევადაც მებრძოლი ნებდება, ეს TKO-ს კატეგორიაში ხვდება. ეს ლოგიკური განსხვავებაა იმ ფინიშისგან, რომელიც ჭიდაობის ილეთის შედეგად მოხდა. ჭიდაობით მოპოვებული გამარჯვებები. ახლა კი ჭიდაობით მოპოვებული გამარჯვებების დანებების ნიუანსებზე ვისაუბროთ. დანებება, ანუ submission-ი არის ჭიდაობის ტექნიკით მოპოვებული გამარჯვება, რომელიც მებრძოლის ფიზიკურ ან ვერბალურ აღიარებას მოითხოვს დამარცხების შესახებ. დანებება, submission-ი, ნებაყოფლობითი დამარცხება. დანებება მიიღწევა სახსრებზე მტკივნეული ილეთის ან მახრჩობელა ილეთების გამოყენებით. ეს შეიძლება მოხდეს ორი ფორმით. ფიზიკური დანებება. მებრძოლი რამდენჯერმე ურტყავს ხელით მოწინააღმდეგის სხეულზე ან მატზე, რაც მსაჯისთვის სიგნალია ბრძოლის შეჩერების მოთხოვნაზე. ვერბალური დანებება. მებრძოლი სიტყვიერად მიმართავს მსაჯს და გამოთქვავს დანებების სურვილს. მაგალითად, ტკივილი იმდენად გაუსაძლისია, რომ მებრძოლმა დაიყვირა. ეს ვერბალური დანებებაა. ტექნიკური დანებება. Technical submission. ტექნიკური დანებება ხდება მაშინ, როდესაც მებრძოლი ვერ ახერხებს ნებაყოფლობით დანებებას, მაგრამ ილეთის შედეგად ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელია და მსაჯი ერევა. ამ ტიპის ფინიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შეჩერება გამოწვეული იყო ლეგალური ილეთის იდეალური შესრულებით. ამის მაგალითებია: გონების დაკარგვა. მებრძოლი კარგავს ცნობიერებას მახრჩობელა ილეთის, მაგალითად rear naked choke-ის გამო და მსაჯი აჩერებს ბრძოლას. ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავება, დანებება და ტექნიკური დანებება, მდგომარეობს იმაში, თუ ვისი გადაწყვეტილებით წყდება ბრძოლა. ნებდება თავად მებრძოლი, თუ წყვეტს მსაჯი მებრძოლის დაცვის მიზნით, ილეთის გამო. დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიკაცია არის შედეგი, რომელიც დგება მაშინ, როდესაც მებრძოლი აგებს ბრძოლას განზრახი და მრავალჯერადი დარღვევების გამო. ეს არის ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მებრძოლს. განზრახ დარღვევა იწვევს შეჩერებას თუ დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ მეტოქე ვეღარ აგრძელებს ბრძოლას. მაგალითად, განზრახ დარტყმა საზარდულის არეში, რის შედეგადაც მეტოქე ვერ დგება. მრავალჯერადი დარღვევები, მაგალითად, მებრძოლს ქულები რამდენჯერმე წაართვეს, ან და ის უგულებელყოფს მსაჯის მითითებებსა და წესებს. დისკვალიფიკაციის დროს გამარჯვება მიენიჭება დაზარალებულ მებრძოლს. შეჯიბრი არ შედგა. No contest. NC. შედეგი შეჯიბრი არ შედგა. ცხადდება, როდესაც ბრძოლა ნაადრევად ჩერდება შემთხვევითი დარღვევის ან ტრამვის გამო. და ამ ბრძოლას არა აქვს გავლილი საკმარისი დრო, რათა შედეგი განისაზღვროს ქულებით. მთლიანი რაუნდების ნახევარზე ნაკლები გავიდა და გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. გაერთიანებული წესების მიხედვით, no contest-ის დაფიქსირება ნიშნავს, რომ შეჯიბრი არ იყო საკმარისად სრულყოფილი, რათა მის საფუძველზე ოფიციალური შედეგი დაფიქსირებულიყო. ეს არის მნიშვნელოვანი რეგულატორული ზღვარი, რომელიც გავლენას ახდენს ფსონებზეც. No contest-ის დროს ფსონები უქმდება და ფული ბრუნდება. Forfeit-ი, ანუ დანებება ბრძოლამდე. დანებება ბრძოლამდე არის იშვიათი ოფიციალური შედეგი. ის შეიძლება დაფიქსირდეს, როდესაც მებრძოლი ოფიციალურად უარს ამბობს ბრძოლაზე, წონის ვერ ჩაბარების, სამედიცინო პრობლემის, ან სხვა წინასაბრძოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის ბრძოლის ჩატარებას. იშვიათი ტექნიკური შედეგები, დროის ზღვარის მნიშვნელობა. გაერთიანებული წესების ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ გადამწყვეტი ნაწილია დროის ზღვარის the halfway point კონცეფცია. ეს კრიტერიუმი, რომელიც განისაზღვრება როგორც რაუნდების ნახევარი პლუს 1 წამი, მაგალითად 7 წუთი და 31 წამის სამრაუნდიან ბრძოლაში. ბრძოლა, რომელიც საბოლოო ჯამში 15 წუთი უნდა გაიმართოს. ეს კრიტერიუმი განსაზღვრავს, უნდა გამოიყენონ თუ არა მსაჯებმა აქამდე დაგროვებული ქულები საბოლოო შედეგის დასადგენად. ეს რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ თუ მებრძოლებმა დროის კრიტიკული ნაწილი კონკურენტულად გაატარეს, ეს პერიოდი არ დაიკარგოს შემთხვევითი შეწყვეტის გამო. ტექნიკური გადაწყვეტილება, technical decision. ტექნიკური გადაწყვეტილება ცხადდება, თუ ბრძოლა ჩერდება შემთხვევითი დარღვევის გამო, მაგრამ შეჩერება მოხდა დროის ზღვარის გადალახვის შემდეგ. ვინაიდან და რადგანაც ბრძოლა მოასწრო დროის საკმარისი რაოდენობის გავლა, შედეგი განისაზღვრება მსაჯთა ქულებით. ის მებრძოლი იმარჯვებს, რომელსაც შეჩერების მომენტში უფრო მეტი ქულა ჰქონდა დაგროვებული. ტექნიკური ფრე, technical draw. ტექნიკური ფრე გაერთიანებულ წესებში არის ყველაზე რთული და იშვიათი შედეგი. ეს შედეგი დგება მაშინ, როდესაც ბრძოლა ჩერდება განზრახ დარღვევის შედეგად მიღებული ტრამვის გამო და შეჩერება მოხდა დროის ზღვარის გადალახვის შემდეგ. და ამას დამატებული ის, რომ დაზარალებული მებრძოლი შეჩერების მომენტში ქულებით თანაბრად მიდის ან ჩამორჩება დამრღვევ მეტოქეს. ტექნიკური ფრე ემსახურება დამრღვევის დასჯას. თუ კი დამრღვევმა გამოიწვია შეჩერება, მაგრამ ქულებით იგებდა,
ფრე ხელს უშლის მას ისარგებლოს საკუთარი უკანონო ქმედების შედეგით. ეს არის სამართლიანი რეგულატორული წესი, რომელიც ხელს უშლის მებრძოლს განზრახ დარღვევის გამოყენებაში, რათა ქულებით მოგებული პოზიცია შეინარჩუნოს. ამ ყველა შემთხვევის ეს ანალიზი ნათლად გვაჩვენებს, რომ MMA-ის წესები არის კომპლექსური და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სისტემა. თუ გსურს, რომ უფრო ჩაუღრმავდი ამ სპორტს, გირჩევ გამოიწერო საქართველოში პირველი დამოუკიდებელი პოდკასტი, Fight Hope პოდკასტი, რომლებსაც უკვე 235 ეპიზოდი აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიდეო გამოგადგება და შენს ცოდნას სხვებსაც გადასცემ. მოდი ერთად შევიტანოთ წვლილი ამ სპორტის განვითარებაში. კარგად.